გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს. კვირეულის სლოგანია გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. მისი მიზანია საქართველოს საზოგადოების, მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები დაიწყო თბილისსა და რეგიონებში 4 მარტს და 14 მარტამდე გასტანს. 7 მარტს სასტუმრო თბილისი მერიოტში გაეროს მოსახლეობის ფონდმა კვლევის კაცები და გენდერული ურთიერთობები პრეზენტაცია გამართა. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კაცების მონაწილეობა საოჯახო საქმეებსა და ბავშვის აღზრდაში, გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება, ოჯახური ურთიერთობები და გადაწყვეტილებების მიღება. კვლევისთვის ჩატარებულ გამოკითხვაში ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ორივე სქესის მოსაზრებების შედარება. ეს არის კვლევა კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში. კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ შედეგებზე დაყრდნობით უკეთესად დავგეგმოთ სახელმწიფო პოლიტიკა თუ პროგრამები, თუ გაცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, რათა რეალურ გენდერულ თანასწორობას მივაღწიოთ. ვინაიდან გენდერული თანასწორობის და საერთოდ განვითარების დადებითი შედეგების მისაღწევად საჭიროა როგორც ქალთა გაძლიერება, ასევე მამაკაცების ჩართულობის ამაღლება. თბილისში გენდერული კვირეულის ფარგლებში ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო, რომელიც იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს ასახავს და ნათლად აჩვენებს, რამდენად აქტიურად იყვნენ ჩართული ქალები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გადავწყვიტეთ, რომ ეს გამოფენა წარმოგვედგინა საზოგადოებისთვის. ეს ფოტოები პირველად ხედავენ მზის სხივს, იმიტომ რომ ბევრი წლების განმავლობაში ეს ფოტოები იყო შენახული თაროზე და ჩვენ გავაცოცხლეთ ეს ფოტოები. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს სემინარებისა და კონფერენციების მიმართულება. 7 მარტს ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ქალი ომში“. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ სტუდენტებთან ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მნიშვნელობასა და ქალის როლზე სამშვიდობო პროცესებში. ჩატარდა კონფერენცია გაეროს ეგიდით. ძირითადი თემები იყო ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებაში, დევნილი ქალების მდგომარეობა საქართველოში და რა როლს ასრულებდნენ ისინი ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ასევე ქალის ფსიქოლოგიაზე ისაუბრეს ჩვენმა პარტნიორებმა და მომხსენებლებმა. კონფერენცია „ქალი ომში“ ნამდვილად მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია დღეს, რადგანაც ქალი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონფლიქტის მოგვარებაში და აუცილებელი ახალგაზრდებიც კარგად იყვნენ გაცნობიერებული ამ საკითხს. გენდერული თანასწორობის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. კონკურსში სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობდნენ კერძო კომპანიები. კონკურსი მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორში იმ ორგანიზაციების გამოვლენას, რომლებიც გენდერული თანასწორობის პრინციპებს ნერგავენ. უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის გადაეცა კომპანია ალიანს ჯგუფს. ჩვენი ორგანიზაციის 55% არიან ქალები და დირექტორთა სამშობლოს 40%-იც ქალები არიან. ასე რომ დაბალანსებულია და როგორც მმართველობით, ასევე სხვა პოზიციებზეც ყავს. ძალიან გავიმკვირდა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ისეთი ორგანიზაციები იყვნენ, ასეთ უმაღლეს ჯილდოს არ ველოდი. For me personally, it's always been an issue that my heart beats a bit extra for, and for my government it is as well, luckily. So Sweden here in Georgia supports a lot of various projects in gender equality, and I think this is an absolutely wonderful initiative. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი შეუერთდა გენდერული თანასწორობის კვირეულს და ქალთა საერთაშორისო დღე აქცია მსვლელობით აღნიშნა. მსვლელობა ეძღვნებოდა ქალთა შრომითი უფლებების დაცვას, რადგან 8 მარტის დაარსება პირველ რიგში ქალთა შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება. 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩებში გამოსული გაბიძული ქალები პოლიციამ დაარბია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, ქალთა დისკრიმინაცია შრომით უფლებებში კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემად ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. პრობლემა ასევე ქალების კარიერული წინსვლა. როგორც წესი აწინაურებენ გენდერის მიხედვით აწინაურებენ
კაცებს და ქალებს ძალიან ჭირთ კარიერული წინსვლა. ასე პრობლემა არის, თუ ხარ ფეხმძიმე ძალიან ხშირად სამსახურიდან გათავისუფლებენ, ან არც ერთ შემთხვევაში არ აგიყვანა სამსახურში თუ შეამჩნიეს, რომ ფეხმძიმე ხარ და ძალიან ხშირად ასევე დამსახურებელს არ ადეკვატურ კითხვებს გეკითხება ოჯახური მდგომარეობის შესახებ, აპირებ თუ არა ბავშვების გაჩენას და ასე შემდეგ. 8 მარტთან დაკავშირებით ჟურნალისტური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო მარჯანიშვილის თეატრში. ნამუშევრები ოჯახში ძალადობისა და გენდერული სტერეოტიპების პრობლემას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ მარჯანიშვილის მსახიობების დახმარებით რამდენიმე პერფორმანსი მოეწყო, რომლებიც გენდერული სტერეოტიპებისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მხილებას ემსახურებოდა. გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული განსხვავების ხელშეწყობისათვის საქართველოში მუშაობს ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიმართულებით. ერთ-ერთი დიდი კომპონენტი ჩვენი მუშაობის ჟურნალისტებთან მუშაობა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, რომ სწორად და ეთიკურად გააშუქონ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიზნით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა იანვარში ეჭვური მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ფოტოკორესპონდენტებთან ოჯახში ძალადობის საკითხების გენდერულად ცნობია რეფორმის ეთიკურად გაშუქებისა და ვიზუალიზაციის შესახებ. მე და რადიოთავისუფლების ჟურნალისტმა დავაკითხეთ მასალა ძალადობის მსხვერპლ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებზე და მოვინახულეთ ორი თავშესაფარი, ერთი გუშინ და ერთი თბილისში. საინტერესო იყო თავისთავად, იმიტომ რომ თვითონ უშუალო მსხვერპლთან გვქონდა ერთობა და მსხვერპლის გავესაუბრეთ და რა თქმა უნდა სამწუხარო ამბავი და სავალალო საქართველოში. გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს სააგენტოები, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ფონდი. კვირეული მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით.